ახლა რაც შეეხება ბიუჯეტიან მოგზაურებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს გათვალისწინებული რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი და სურთ ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობა და კონკრეტული ადგილების წინასწარ განსაზღვრა, რომელიც შედის მათ ინტერესებში და უნდათ რომ გამოცადონ. ამ კატეგორიაში საუბარი მექნება $25 პლუს დოლარიდან $90 ფარგლებში ადგილებზე, სადაც შესვლა დაახლოებით ეს პასაჟირს და ეს კატეგორია მინდა დავიწყო ჩემი ფავორიტი ადგილით ნიუ-იორკში, რომელიც არის ჩემი თავარი мотиваცია ამ ქალაქში ჩასვლის. ეს არის 4-ჯერ თუ 5-ჯერ ვარ ამ ქალაქში ნავყოფი და ყოველი ჩასვლის დროს არ მოვდივარ ამ ქალაქიდან, რომ ეს სანახაობა არ ვნახო. და ჩემი ფავორიტი ადგილი არის და ეს არის აუცილებლად სანახავი რა საფასო დიაპაზონში უნდა იყოს ის ესხეთული და აქ უეჭველი წადით ეს არის მულენ რუჟი ბროდვეის დადგმა მიუზიკლი მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი თეატრალური მიუზიკლი არც რაღაც სპექტაკლი ეს არის ისეთი რაღაცა რომელსაც ერთი დღე რო ვილაპარაკო ალბათ ვერ გადმოვცემ და ვერ ავხსნი ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანის ჩემი ნათესავის ახლო და მეგობრის უფროსი ადამიანი არის რომელმაც პირველად წამიყვანა ამ სანახაობაზე და დღემდე მადლიერი ვარ და დღემდე აი ყოველ შემდეგ მისვლაზე ხომ გონია როგორ ნანახი მაქვს მაგრამ აი უფრო და უფრო მაგარი ემოციით გამოდივარ ჩემი მეგობარი წავდა დაყვანილი ამ შოუზე და წინასწარ ვაქებდი მეთქი აი ვერ წარმოვიდგენ ამდენ მაგარია როდესაც ადამიანს ესეთ წარმოდგენას უქმნის, შემდეგ რეალობაში ისეთი მოლოდინი აქვს, რომ შეიძლება გაკვირვება ვერ გამოიწვიოს, მაგრამ როდესაც ეს შოუ დამთავრდა, ეს ხელი გამოყავდა, იმიტომ რომ გაუგნებული იყო და რაღაც რამდენიმე ხანი, რამდენიმე წუთი მეკითხებოდა ეს რა ვნახე, ეს რა იყო. და მის შეფასება იყო, რომ აქ რო ცხოვრობდე, თვეში ერთხელ მაინც მივლი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ და იგივე რაღაცა ხდება, ყოველ ჯერზე რომ მიდიხარ, ერთ და იგივეს უყურებ ხოლმე შემთხვევაში. მოკლედ მულენ რუჟი დამიჯერეთ უეჭველი წადით შეიძლება რაღაც წარმოუდგენლად მაგარი მოლოდინი შეგექმნათ ახლა მაგრამ დამერწმუნეთ ამ მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებთ და ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და ვინცაც კი გამოგიცდიათ და გინახავთ ეს ნიუ-იორკში არის ასევე პარიზში მაგრამ პარიზზე თავს ვერ დავდება არასდროს არ ყოფილვარ პარიზის მულენ რუჟში ნიუ-იორკის მულენ რუჟი ვინცაც გამოგიცდიათ დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ და რატომ უნდა წავიდეს ეს ხალხი ან რატო არ უნდა წავიდნენ ამ წარმოდგენაზე და რატო არ უნდა გადაიხადონ ფასი დაახლოებით ჯდება $65-70 $90-მდე არის უფრო ძვირიანი ბილეთებიც გააჩნია რაც უფრო ახლოს სტარტენასთან უფრო მეტი არის ბილეთის ფასიც ხო არის $250-300 ბილეთების დამოკიდებულია კონკრეტულ დღესასწაულზე ან მოვლენაზე როდესაც მაღალია მოთხოვნა სადაც ფასი იზრდება თუმცა საშუალოდ $70-80 მოახერხეთ ბილეთის შეძენას და მეგოჩვენოთ რომ ზედა მეორე იარუსზე აიღოთ ადგილი მიხვდებით რატომაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ თუმცა ნებისმიერ ადგილას სადაც მოახერხებთ დაჟდომას პირველი ნახვის სიამოვნება წინგელოდებას და აუცილებლად ნახეთ ეს ადგილი სხვას თუ არაფერს არ ნახავთ ნიუ-იორკში და ამას ნახავთ შეგიძლიათ თქვათ რომ ნიუ-იორკი გამოგიცდიათ და ნიუ-იორკი გიგრძნიათ ეხლა გადავიდეთ შემდეგ სანახაობაზე, რომელიც ახლოშივე არის, ბროდვეიზე და აი ამ ტერიტორიაზე არის. ეს არის მადამ თუსოს მუზეუმი. ეს არის ლონდონშიც, რამდენიმე ქალაქში არის ფოტოს ირგვლივ. ნიუ-იორკში თუ მოხდებით, საფასო დიაპაზონი სადღაც $34-40 არის და მეგობართან ერთად თუ იქნებით, ძალიან მაგრად იხალისებთ და ძალიან მაგრად დროს გაატარებთ. შეხვდებით თქვენი თქვენთვის საინტერესო ადამიანები, ეს იქნება ისტორიული ფიგურები თუ რაღაც ჰოლივუდის ვარსკვლავების ქანდაკებებს, აქ მხოლოდ ქანდაკებები არ არის, ასევე ატრაქციაც არის და გირჩევთ აუცილებლად გამოსცადოთ 4D ფილმი განსაკუთრებით იმათმა, ვისაც მიყვართ მარველი და მარველის ფილმები, ეს არის 4D კინოთეატრის მუღამი, საერთოდ რა თქმა უნდა სათვალით უყურებთ 3D-ში ეკრანზე, თუმცა ის ფილმის შეგრძნებები არ მინდა დაგასპოილერო დაწინასაკითხად, მაგრამ მაგალითად ქარი როდესაც ამოვარდება ფილმში, თქვენ იგრძნობთ ამ ქარს თქვენ სახელზე და თქვენ სხეულზე, არა მარტო ქარი, მოკლედ დანარჩენს აღარ გეტყვით, ეს უეჭველი გამოსცადეთ, იმიტომ რომ იქვე არის და
თუ პირობითად ამ ირგვლივ ტერიტორიაზე ჩაქცეულების კატეგორიაზე რომ გადავალ იქ მოგიყვებით, იქ უფრო რამდენიმე ადგილი არის ამ ტერიტორიის ირგვლივ. მოკლედ თუ პირობითად ცენტრალურ მანჰეტენზე გასვლას გადაწყვეტ გასვლას, მულენ რუჟი, მადამ ტუსოს მუზეუმი და შემდეგ უკვე სხვა კატეგორიებზეც გადავალთ და მოგახმართ. ერთ-ერთი ეს არის აქ წერია ავიამზიდი USS Intrepid Museum. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი, რომელიც უკვე ჩამოწერილია და არ იმყოფება აქტიურ საბრძოლო და სამხედრო აღრიცხვაზე. ამ ვისაც ეს საომარი თემატიკა გიყვართ ეს მე-20 საუკუნის ტექნოლოგიები და სამხედრო ტექნოლოგიები, მოკლედ საზღვაო სფერო ეს ავიამზიდი და ეს მუზეუმი თქვენთვის არის. ფასი ჩვენ გადავიხადეთ $38 ადამიანზე. ახლა როგორ შევამოწმე საიტზე, მაგრამ მახსოვსოდ შედარებით ცოტა იაფი გადავიხადე, იმიტომ რომ დრო გქონდა რა 2-3 საათიანი შუალედით სანამ მულენზე მივიდოდით და ეს რამდენიმე კვარტალს მოშორებით არის მულენზის Broadway-ის შოუებიდან. თუმცა ვისაც ეს სფერო გაინტერესებდა გიყვართ, აუცილებლად გიჩვენეთ, იმიტომ რომ აქ არის შატლი, კოსმოსური შატლი, რომლის ფოტოსაც ახლა გამოვაჩენ და კიდე არის 16D ფილმი. აი, იქ ხო გითხარი, რა დამცო მუზეუმში არის 4D ხო? აქ 16D ფილმი არის. ფილმი შინაარსი ახლა მოკლედ რომ გითხრათ, თქვენი ყოფებით, თქვენ ხართ სამხედრო პილოტი მეორე მსოფლიო ომში და აი ამ 16D კინოთეატრის კონცეფციით თქვენ თავად იქნებით ამ საჭესთან, თვითნავით საჭესთან და იმ შეგრძნებებს შეიგრძნობთ ამ ფილმის დრამატიზმიდან გამომდინარე, რასაც გრძნობდნენ ამერიკელი პილოტები მეორე მსოფლიო ომის კონკრეტული მისიების დროს. ვისაც ასევე ისტორია გიყვართ და ისტორიული და არა მარტო ისტორია, არამედ ბუნებაც გიყვართ და ბუნების ისტორიაც, თქვენთვის მაქვს და თქვენთვის მიიღოს აქვს გაზადებული American Museum of Natural History. ეს მუზეუმი, ვისაც ფილმების ყურება გიყვართ, მათ უეჭველი გაცნობინებათ ფილმი ღამე მუზეუმში, რომელიც არის გადაღებული, არის ამ მუზეუმში არის გადაღებული და აი ამ ფილმის სიუჟეტს რომ ვიზიაროთ და თუ განსაკუთრებით გიყვართ ეს ფილმი, ეს მუზეუმი უეჭველი უნდა ნახოთ. შესვლის ფასი არის სადღაც $37 დასულ ადამიანზე და სხვადასხვა სივრცეები არის, აფრიკის სივრცე, არის აზიის სივრცე, ასევე პლანეტარიუმიც არის, რომელიც სამწუხაროდ ჩემი შესვლის დროს იყო დაკეტილი. ამიტომ გიჩვენებთ თუ აქ გადაწყვეტ მისვლას, გამოყავით რამდენიმე საათი, რომ გადარბენაზე არ იყოთ, დაკეტვის დროსთან ახლოს არ იყოთ და მაქსიმალურად შეიგრძნოთ ყველა ის სართული და ყველა ის სალკე გამოყოფილი სივრცე, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ძალიან მაგარი მუზეუმია და ვისაც ეს ისტორიული და ბუნების ისტორია გიყვართ, ანთროპოლოგია გიყვართ, ეს მუზეუმი თქვენთვის არის. ეხლა გადავიდეთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბუნება უყვართ და ცხოველები უყვართ. ნიუ-იორკის ზოოპარკი, კონკრეტულად კი ბრონქსის ზოოპარკი არის ძალიან მაგარი ზოოპარკი. ეს არ არის უბრალოდ გალიები ვოლიერი, თქვენ ხართ ამ ველური ბუნების, რომელიც შუა ცენტრში არის თითქმის ბეტონის ჯუნგლების შუაში, ველური ბუნება და აქ შეგიძლიათ ნახოთ ლომი, ვეფხვი, სპილო, ანტილოპა. ეს ალბათ სხვა მუზეუმებში შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ჩემთვის ყოველ ჯერზე რამდენჯერაც კი ვნახავ და პირველად ვნახე სწორედ აქ ჟირაფი, ეს ცხოველი არის ბუნების სასწაული. აი ყოველ ჯერზე ალბათ 10 ჯერ მაქვს უკვე ჟირაფი ნახე, მაგრამ მე 11 ჯერაც რომ ვნახავ, იგივე დამემართება, რაც დამემართა პირველად და მეათე. ეს რომ ვუყურებ ამ ცხოველს, ვიყინები და აი ამ სიდიადით და აი ამ ბუნების პროპორციებით და სილამაზით და აი ამ ბუნების ანომალიით შემიძლია ვთქვა, ვტკბები. და ესე შემიძლია რამდენიმე საათი ვიდგე და აი ამ ცხოველის ამ კეთილშობილი არსების, უცხინარი არსების მოძრაობებს, ან სიმშვიდეს, აი თავის გადაადგილებებს უმოძრაოთ უყურე. აქ კიდევ არის ასევე მატარებელი და აი ამ მატარებლის საშუალებით, შატლი დავარქვათ, შატლის საშუალებით დადიხართ სხვადასხვა კონტინენტის ცხოველებს შორის და მოკლედ ბრონქსის ზოოპარკი
რომ აგიხსნათ უბრალოდ რომ გაგახსენოთ რომელი ზოოპარკია, აი მადაგასკარი რომ არის ანიმაცია, ალიკა, დელ პიერო, ჟორა და გლორია რო გარბიან, ქართული თარგმანი ვისაც გვინახავს, აი ეს ზოოპარკი არის და მოკლედ თუნდაც ბავშვობის ჩემი თანატოლებები ვინც მილენიალელები და ჯენზი თაობა ამ თაობას ქართველებს გვიმახსოვრება და არა მარტო ქართველებს, ეს მადაგასკარის მულტფილმი ზუსტად ამ ზოოპარკში ვითარდება და იწყება და გონია რომ ეს ადგილი თუ ცხოველები და ეს უნება და ბავშვებთან ერთად იმყოფებით და შვილებთან და პატარებთან ერთად ნიუ-იორკში აღმოჩნდებით, მოკლედ ბრონქსის ზოოპარკი $40 გასიაუნეთ. თუ გეზარებათ აღნიშნულზე წასვლა, იმიტომ რომ ნიუ-იორკში გადაადგილება საკმაოდ დროით ძვირი სიაუნება, საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა ჭირდება, შეიძლება ბრუკლინიდან 2 საათი წინ დაგჭირდეთ იქ მისასვლელად, მაგრამ ვინც ბრუკლინში იქნებით ან მანჰეტენის ტერიტორიაზე, ვისაც ცხოველების ნახვა გინდათ, მაგალითად პინგვინების და ზღვის ცხოველების, ბრუკლინში არის მეგონი ბრაიტონის სანაპიროზე, არ მინდა შემეშალოთ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბრუკლინში არის ნიუ-იორკ აკვარიუმ. აქ შესვლა $30 ხდება და თქვენ ნახავთ უსაყვარლეს პატარა პინგვინებს და არა მარტო პინგვინებს, ზღვის ცხოველებს და რეპტილიებს და მოკლედ ესეთ უნიკალურ არსებებს, რომელსაც სხვაგან ვერცად ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ეს არის ოკეანის ფლორა და ფაუნა არის აქ წარმოდგენილი. არ მინდა შემეშალოს გონი მაიმუნებიც ყავდათ, მაგრამ საზღვაო და ოკეანის არსებები ბლომად არის აქ წარმოდგენილი, მათ შორის პინგვინების და ბრუკლინიდან არსად შორს წასვლის გარეშე შეგიძლიათ აქ წაიყვანოთ თქვენი პატარები, ჩვენ აი ასაკიანები ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი იქ მოვედი და ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, არა მარტო უბრალოდ ცხოველები, რაღაც პატარა აქტივობებიც აქვს ხოლმე ესეთ ბრონქსის მუზეუმში და ესეთ აკვარიუმში და ესეთ ადგილებში. ხო, ესე იგი, რა დაგვრჩა? აქ კიდევ ერთი რისი რაც მე არ გამომიცდია და მაგრამ ძალიან კარგად დაპიარებული და დარეკლამებული სანახაობა არის, ეს არის Edge New York Observation Deck, ეს ერთი და მეორე არის Summit One Vanderbilt. ეს არის ცათამბჯენები, რომლის მაღალსართულებზე არის მოწყობილი გადმოსახედი, პანორამული გადმოსახედი და რაღაც მინები, ეს პანორამა სარკეები და აქ შესვლა ღირს როგორც დაგუგლე და ბილეთები ვნახე $45-60. მე გირჩევთ რომ მოდი ცოტა 1-20-30 დაამატოთ და აი ჩაქცეულებში რომ რესტორანი გიხსენეთ Manhattan ან The View შედარებით ცოტა იაფიანი არის, მან წახვიდეთ და თუ მან ნაჭამი და გამოკვებილი წახვიდეთ და მხოლოდ სასმელი აიღოთ, რაიმე ღვინო ან კოქტეილი ან რაღაც ისეთი მსუბუქად აიხსნათ, მხოლოდ დესერტი აიღოთ და პირობითად იქ თუ უბრალოდ რაღაც პანორამულ გადმოსახედში $60 გადაიხდით, აქ $60-70 კარგ კოქტეილსაც დალებთ და 360 გრადუსიან რესტორანში ძალიან მაგარ გარემოში 360 გრადუსით დაათვალიერებთ მანჰეტენის ხედებს. საბოლოო ჯამში თქვენ გადაწყვეტთ, სად და როგორ ჭირდება, უბრალოდ მე მან დავყოფილ ვარ, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ ეს თანხა იქ წასვლაზე დამეზოგა და რესტორანში ესეთ აკადემიურ სივრცეში და ესეთ სოლიდურ სივრცეში მეგობართან ერთად საუბარში გამეტარებინა. შენ თქვენ გადასაწყვეტია და ამ ბიუჯეტური მოგზაურობის კატეგორიაში ჩემი ფავორიტი არის boat ტური, ანუ ნავის გემის ტური შეგვიძლია დავარქვათ და 3 ტური მაქვს აღებული, 3 ჯერ ყოფილი ვარ ამ boat ტურში ნიუ-იორკში და 3 სხვადასხვა გამოცდილება იყო. უბრალოდ 3 სხვადასხვა არჩევანი. ამ boat ტურებს, გემის ტურებს რამდენიმე კომპანია აკეთებს, რამდენიმე ტერიტორიიდან, ერთი არის მანჰეტენიდან, ერთი არის ნიუ-ჯერსიდან, მე მგონი ბრუკლინიდანაც არის, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე ვიცი რომ ნიუ-ჯერსი და მანჰეტენი არის, სხვადასხვა საფასო დიაპაზონი არის და თუ პირობითად 2-3 დღით ადრე გინდათ დაჯავშნოთ, დიდი ალბათობით ადგილს სადღაც მაინც იპოვით, მაგრამ ფასი არის ამ კერძო კომპანიების ფასი ცდება 54-დან
$80-90 შეიძლება უფრო ძვირადაც იყოს, შეიძლება ფასაკლავაში ცოტა ნაკლებად, მაგრამ საშუალოდ აი მინიმუმ $55-დან იწყება და $60-მდე ვთქვათ ფასის შუალედით. კერძო კომპანიების შემთხვევაში. და ესეთ საფასო კატეგორიან ტურზე რო ვიყავით და ჩემი მეგობარი პირველად ნიუ-იორკში ჩასულთას. მაშინ ავიღეთ მოკლე ტური, სადაც გადიხარ მანჰეტენიდან, მანჰეტენის ჰუდსონზე ჩაივლი და თავისუფლების ქანდაკებასთან მიდიხარ, მაქსიმუმ 1 წუთი ჩერდები, შემდეგ ეს გემი წიალდება უკან და ბრუნდება ისევ საწყის ლოკაციაზე. ეს ღირდა $55-18 2024 წელს. თუმცა თუ თქვენ ნადრევად გადაწყვეტ მოგზაურობას და რამდენიმე თვით ადრე, ირჩევთ რომ შეხვიდეთ აი ამ კონკრეტულ საიტზე, რომელსაც მე ან ახალაში ჩავთავ, ან აქ ამოვანათებ. ეს არის ოფიციალური თავისუფლების ქანდაკების საიტი, ანუ სამთავრობო საიტი არის, სამთავრობო კრუიზი არის, აი როგორც პირობითად ავტობუსი არის სახელმწიფო ტრანსპორტი, ეგრე არის ეს ნავიც, გემიც, სახელმწიფო სერვისი არის და ამ საიტზე თუ მოახერხებთ ბილეთის ყიდვას $28 ჯდება მგონი და ამ $28 თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი პაკეტი. ერთი პაკეტი ძალიან რთულია რომ დაირჩიოთ, სადღაც 3-4 თვით ადრე მაინც უნდა დაჯავშნოთ. ეს არის ყველაზე მაგარი პაკეტი მე ვთქვათ, რომელიც ჩვენ მქონდა უკვე მეორედ წასვლას აღებული. ეს არის თავისუფლების ქანდაკება პლუს თავისუფლების ქანდაკებაში შიგნით გვირგვინში ასვლა. აი, ჩირაღდან ხო უჭირავს. თავი სადაც არის გვირგვინში, კიბეები არის ასასვლელი, მოკლედ. ამაზე ცალკე ლოგის ვიდეოები მაქვს შარშან ჩაწერილი, შარშან წინ და თუ სურვილი გექნებათ, დამიწერეთ კომენტარებში და ამ თავისუფლების ქანდაკების ტურს თავიდან ბოლომდე რა ეტაპებს გადიხარ, როგორ უნდა დაჯავშნო, სად, როგორანაირად თავი და ბოლომდე ჩაშლად აგიხსნით თავისუფლების ქანდაკების გვირგვინიდან ხეთსაც განახებთ და გეტყვით რა როგორ დაგეგმოთ, ისე რომ ბიუჯეტურად გამოხვიდეთ და იმ კუნძულზეც გადახვიდეთ და გვირგვინში შეძლოთ თავისუფლების ქანდაკებაში ასვლა. მე კიდე ერთი ტური იგივე ამ ოფიციალურ საიტზე არის თავისუფლების ქანდაკების კუნძულია, ეს თავისუფლების ქანდაკება დგას კუნძულზე და ამ კუნძულის გვერდით არის ელის კუნძული. ეს ტური შედის და ეს ტური თუ არა სახელმწიფო საიტზე იყიდით, შეიძლება $100-ზე მეტი დაგიждეთ, მაშინ როდესაც სახელმწიფო საიტზე ჯდება $28. მაგრამ ნამდვილად ღირს თავისუფლების ქანდაკების კუნძულზე გადასვლა და ამ ელის კუნძულზე გადასვლა, იმიტომ რომ ეს ელის კუნძული იყო ერთგვარი მიმღები პუნქტი იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც მე-19-20 საუკუნეში მოდიოდნენ ამერიკაში, აქ გადიოდნენ კარანტინს და მემორიალური დაფებია და ყველა ის სახელი და გვარი არის ჩამოწერილი ძალიან ბევრ დაფაზე, რომელსაც ეს კუნძული გაუვლია და იქ არის არქივები და შეიძლება თქვენი თანამოგვარე ან თქვენი თანამოსახელეც კი იპოვოთ ამ სიის ჩამონათვალში. დიდხანს მანდ არ გავჩერებულვართ, იმიტომ რომ ძალიან რამდენიმე საათი წელება ეს ტური. რჩევარაც იქნება აიღეთ დილის 9-10 საათიანი ტური, იმიტომ რომ ჩვენ ვივედით ოსნასოს 10 საათზე, 10 საათიანი ტური ქონდა აღებული და უკან როცა დავუბრუნდით მანჰეტენზე, ეს უკვე იყო სადღაც 4 საათი, 5-ის ნახევარი. საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება განსაკუთრებით თუ თავისუფლების ქანდაკების გვირგვინში აპირებთ ასვლას. ეს რაც შეეხება ამერიკის ნიუ-იორკში მოგზაურობას ბიუჯეტის ფარგლებში, როგორც გითხარით, ფასები ჩამოგითვალეთ და თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობია რომ შეარჩიოთ საბოლოო ჯამში ალბათ რომელ ადგილს აირჩევთ და თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე მიაჩნიოთ უპირატესობას. აი ახლა კი გადავიდეთ მესამე კატეგორიაზე, დაქცეულების კატეგორიაზე, ჟარგონულად ვთქვათ, ჭყალებში, იმ ადამიანებს, რომელსაც იაფად უნდათ ნიუ-იორკში მოგზაურობა და სხვა ადგილების ნახვა. მოდი გადავიდეთ დაქცეულებს.